2024 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 95 მილიონი ტონა ღვინო გაიყიდა. ციფრები წინა წლების მაჩვენებლებს მკვეთრად აჭარბებს. ექსპორტის მონაცემები გაზრდილია სხვა სპირტიანი სასმელების შემთხვევაშიც. მარტო გასულ წელს ქვეყანამ ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის შედეგად $9 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. განსაკუთრებული აქცენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე კეთდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელები 72 ქვეყანაში იყიდება. ტრადიციულთან ერთად მათ შორის ახალი ბაზრებიცაა. მსოფლიო რუკაზე დაფარული 72 ქვეყანა, 95 მილიონი ლიტრი ექსპორტი და რეკორდული შემოსავლები გასულ 12 თვეში. 2024 წელს ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა ყველაზე მაღალ შემოსავლიანი 2023 წლის შედეგები გადაფარეს. საქართველოდან ექსპორტირებულია $276 მილიონი ღირებულების ღვინო. ექსპორტი გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით, თუმცა ყველაზე მეტად ექსპორტი გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და სამხრეთ კორეის მიმართულებით. Განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ 70 ქვეყანაშია უკვე ექსპორტირებული ეს პროდუქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დივერსიფიცირებული არის ექსპორტი. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის, რომ ზრდა გვაქვს ისეთ ბაზრებზე, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ამ შემდეგ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, დარგთან მიმართებით არის სწორი და თარმიმდევრული. აღსანიშნავია, რომ მონაცემების მკვეთრმა ზრდამ შეცვალა ადგილობრივ ექსპორტში პროდუქტების რეიტინგი და სამეულში ფეროშენადნობებთან ერთად მეორე და მესამე ადგილს ღვინო და სპირტიანი სასმელები იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ნაწარმში ღვინის პროდუქტები საგარეო სავაჭრო ბრუნვაში პოზიციებს იმყარებენ და სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ ქვეყნის შემოსავლებზე. ადგილობრივი ექსპორტის ერთ-ერთი მსხვილი პოზიცია და პოზიციები, იმიტომ რომ ჩვენ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებზე რო ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ღვინო არ არის, მაგრამ ყურძნისეული სპირტიანი სასმელებია და ასევე ბრენდი და ასევე სხვადასხვა სპირტიანი სასმელები ყურძნისეული, რომელიც არის ჩამოსხმული ფორმით. ჯამში ეს $9 მილიარდზე მეტი შემოსავალია და ეს არის სრულად ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ადგილობრივი ექსპორტი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ეკონომიკაში. გასულ წელს პოზიტიურად აფასებენ თავად ღვინის მწარმოებლებიც. მათი განმარტებით წლიდან წლამდე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ღვინის ექსპორტს ახალისებს. ამას გარდა მათივე თქმით, დივერსიფიცირებული ბაზარი მათ კრიზისულ სიტუაციებში მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას უმარტივებს. მეღვინეები იმ საერთაშორისო გამოფენებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლის შედეგადაც ქართული ღვინისთვის არატრადიციული ბაზრები ნელ-ნელა ინტერესს იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ის კომპანიებიც კი რომლებისთვისაც გასული წელი არც ისე წარმატებული იყო. 2025 წლისთვის ვითარების დასტაბილურებას და საჭირო მაჩვენებლებზე დაბრუნებას პროგნოზირებენ. 2024 წელი ნამდვილად საინტერესო წელი იყო, წარმატებული წელი შეიძლება დავარქვა ამ წელს, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აქტიურად ჰქონდა ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც კავშირის ქვეყნებში, ისე ამერიკაში, იაპონიაში და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში და ასევე მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე და ფესტივალზე, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ეს ძალიან ეხმარება ჩვენი ღვინის რეალიზაციას. ჩვენი მიზანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ეს გრძელდება უკვე რამოდენიმე წელია და აქტიურად შარშანდელი წელიც ასევე ამას ემსახურებოდა. თუმცა გამომდინარე სხვადასხვა გარემოებებიდან, სხვადასხვა გამოწვევებიდან, რომლებიც ფაქტობრივად შეინიშნებოდა რეგიონში, გვქონდა კლება. ვფიქრობთ, რომ უკვე 2025 წელს ჩვენ დავაბალანსებთ ამ ჩვენს კლებას, ისევ და ისევ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებით, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, გამოფენებში. ჯამში 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია $565 მილიონი ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებს.